დროა გავიგოთ, დროა ვიმსჯელოთ, დროა მივიღოთ პასუხები. Talk-show ქრონომეტრი. ეკავე ფოძესთან ერთად. რადიო იმედზე. 28 იანვარს საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის დღე აღინიშნება, როგორ არის საქართველოში მოქალაქის პერსონალური მონაცემები დაცული, რა საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა ამ წლების განმავლობაში და რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა საკუთარი უფლებების შესახებ, რა ბერკეტი აქვს ზოგადად პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ეს არის თემა, რაზეც დღეს ჩვენი გადაცემის სტუმართან, პერსონალური მონაცემის დაცვის ინსპექტორთა თამარ ქალდანთან ვისაუბრებთ. Talk-show ქრონომეტრი. ეკავე ფოძესთან ერთად. რადიო იმედზე. მოგესალმებით საღამოშიდობის, მე ვარ ეკავე ფხაძე, ეს არის გადაცემა ქრონომეტრი 2016 წლის პირველი გადაცემა და ჩემი გადაცემის პირველი სტუმარი ამ წელს გახლავთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი. მე მას მივესალმები საღამოშიდობის, გაბნო თამარ. საღამოშიდობისა, მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და სანამ დავიწყებ საუბარს, შევახსენებთ ჩვენს რადიო მსმენელებს, რადგან პირველი გადაცემა მაინც გამოვაცხადებ ტელეფონის ნომრებს 292 11 88 292 გახოთ ჩვენი ტელეფონის ნომრები, თუ კი ამ თემაზე და ალბათ გექნებათ შეკითხვები, შეგიძლიათ დარეკოთ და ქალბატონი თამარი შეიძლება ზოგადად გაგვცემს პასუხს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ამ თემებთან დაკავშირებით დაისმება. ქალბატონი თამარ, სანამ ვისაუბრებდეთ ამ ღონისძიებაზე, რომ ველოდებით 28 იანვარს და ასე შემდეგ და ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ, მანამდე მინდა კითხოთ ბოლო რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რამაც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, სხვათა შორის გულისხმობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დასაქმებელს პირადი მიმოწერის შემოწმების უფლება ექნება. საინტერესოა, იყო განმარტებები მედიაშიც და მოვისმინოთ ყველა, მაგრამ საინტერესოა თქვენგან მოვისმინოთ პირადად, არის თუ არა გარკვეული საფრთხის შემცველი, ჩვენს რეალობაში ეს როგორ შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ისედაც არა ვართ განებივრებულები იმით, რომ გარკვეულწილად იყოს დაცული ადამიანის პირადი პერსონალური მონაცემები. მცდელობები არის, მაგრამ დაცულობის ხარისხი არ არის ძალიან მაღალი. ამ შემთხვევაში კიდევ ერთი საფრთხეა თუ არანაირი საფრთხის შემცველი არ არის ეს? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ განმარტებებიც გაკეთდა ჩვენი მხრიდანაც, მათ შორის მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა თუ იქნება კარგია, იმიტომ რომ ჩვენთანაც ბევრი რეკავდა მოქალაქეები და ესე ვთქვათ თავიანთ შეშფოთებას გამოხატავდნენ. რამდენიმე გარემოებას აქვს მნიშვნელობა. პირველი, სასამართლოს არ უთქვამს, რომ ყველა დამსაქმებელმა უნდა აკონტროლოს თანამშრომელთა პროფესიული საქმიანობასთან დაკავშირებული მიმოწერა. სასამართლომ იმსჯელა რუმინეთის წინააღმდეგ მიმართულ საქმეზე და იმ კონკრეტულ შემთხვევაში თქვა, რომ კონვენციით გარანტირებულ დაცულ მერვე მუხლით დაცულ უფლებას უფლების დარღვევას ადგილი არ ქონიაო და შესაბამისი განმარტებაც გააკეთა, რატომ არ ქონდა ამ უფლების დარღვევას ადგილი. ზოგადად დამსაქმებლები საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც იყენებენ ხოლმე ესე ვთქვათ ერთგვარად კონტროლის უფლებას, ოღონდ ეს კონტროლი არავითარ შემთხვევაში არ ვრცელდება პირად კორესპონდენციაზე, პირადი ხასიათის კორესპონდენციაზე, ან პირად მეილზე, ან პირად სატელეფონო საუბარზე, მაგრამ ტექნოლოგიების და სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად ძალიან ბევრი დამსაქმებელი საკუთარი საქმიანობის მიზნებისთვის იყენებს იმავე ქსელებს, მაგალითად, რასაც ჩვენ პირადი მიზნებისთვის ვიყენებთ, ანუ იგივე მაგალითად Facebook-ის მეშვეობით ძალიან ხშირად კომპანიები გასცემენ კონსულტაციას და თავიანთ მომხმარებლებს დასმულ კითხვებს არა კომპანიის გვერდზე აკეთებენ, ამას ხშირად პირად გვერდზე აკეთებენ. ხო მეც მქონია ესეთი შემთხვევა, რომ რაღაცა კომპანიის მენეჯერი, თქვათ, მედიასთანაც ურთიერთობს, თქვათ, საკუთარი პირადი გვერდით, ამას გულისხმობთ ალბათ, ხო? ანუ თვითონ აი მაგალითად იგივე Skype-ი რო ავიღოთ, ხო, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ანუ არსებობს ესე ვთქვათ მომსახურების გაწევის კულტურა ან პრაქტიკა Skype-ის მეშვეობით. ოღონდ ამ შემთხვევაში თანამშრომელი მოქმედებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში არა პირადი, არამედ სამსახურებრივი ტექნიკური საშუალებებით თუ მოწყობილობებით. აქედან გამომდინარე, მაგალითად, თქვენც რომ გქონდეთ როგორც სამსაქმებელს ესეთი მეთოდი, ვთქვათ, გქონდეთ სამსახურის ოფიციალური, მაგალითად, პატარა მაღაზია რო ავიღოთ, ხო? ვთქვათ, გახშირებულია იგივე ონლაინ ვაჭრობის სფეროში. არსებობს, ვთქვათ, ონლაინ მაღაზია და ამ ონლაინ მაღაზიას აქვს თავისი ვებგვერდი. და ერთ
ერთ-ერთი თანამშრომელი კლიენტებთან ახორციელებს მიმოწერას, მაგალითად რა ღირს ეს პროდუქცია, როგორი ხარისხის არის და ასე შემდეგ. დამსაქმებელს ეს ამ კომუნიკაციის გაცნობის საშუალება, რომელიც მისი სახელით არის განხორციელებული, ასეთი ტიპის საშუალება ქონდა და აქვს და ეს თქვა პრინციპში სტრასბურგის სასამართლომაც, მაგრამ დამსაქმებელს ვერ და არ ექნება, რა თქმა უნდა, თქვენი პირადი ესე ვთქვათ კომუნიკაციის საშუალებებით განხორციელებული კორესპონდენციის თუ რაღაცა შეტყობინებების გაცნობის უფლება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და კანონმდებლობა ქმნის ამ გარანტიებს, რომ გაიმიჯნოს პირადი და სამსახურებრივი ესე ვთქვათ კომუნიკაციის არხები. დამსაქმებელმა ძალიან ნაცვლად უნდა აუხსნას თანამშრომელს რა დოზით ხდება მის პირად ცხოვრებაში ჩარევა, თუ ხდება ასეთი რამ. თანამშრომელი უნდა იყოს ამის შესახებ აუცილებლად ინფორმირებული და თუ ეკრძალება მაგალითად სამსახურში ვთქვათ იგივე სხვადასხვა სოციალურ ქსელებში თუ ასე შემდეგ შესვლა, ესეც უნდა იყოს მისთვის ცნობილი და ეს სახელშეკრულება ურთიერთობებით უნდა რეგულირდებოდეს. თუ მაინც წარმოიშვა დავა და გქონია პრაქტიკაში ესეთი შემთხვევები, იგივე ძალიან ხშირად არის ხოლმე სამსახურებრივი მეილი. ანუ ბევრ ორგანიზაციას დადგენილი აქვს, რომ აი სამსახურებრივი მეილით განხორციელებული, ანუ ჩემი სახელით განხორციელებული კომუნიკაცია ჩემი საკუთრებაა და იტოვებს ხელშეკრულებაში ხშირად არის ხოლმე ან შინაგან ნაწილში საწერილი ასეთი რამ, რომ იტოვებს უფლებას, რომ ნებისმიერ დროს შეამოწმოს მისი სახელით განხორციელებული კომუნიკაცია. ჩვენს გქონდა ესეთი პრაქტიკაში, ესეთი შემთხვევები, როცა ჩვენი ჩარევა კონსულტაციის ფორმატში ან ერთ-ერთი გადაწყვეტილების ფორმატშიც გახდა საჭირო და ამ შემთხვევაში გაიმიჯნა სამსახურებრივი და არამსამსახურებრივი ესე ვთქვათ კომუნიკაცია და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მოქალაქის ინტერესები ყოფილიყო დაცული, თუმცა იმ შემთხვევაში, ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ეს თამაშის წესები ძალიან ცხადად და ნაცვლად არ აქვთ დამსაქმებლებს თვითონ განსაზღვრულებს ალბათ და აქ დამსაქმებლებს პრობლემა შესაძლოა აქედანაც წარმოიშვას, რომ ორივე არც ერთი არ არის ინფორმირებული, ვთქვათ, იმას რისი უფლება აქვს და მე რისი უფლება მაქვს ამ შემთხვევაში. უფლებების და თვითონ ანუ აი ეს დადგენილი წესები, აი რა არის ორგანიზაციის კულტურა, რა არის ამ ორგანიზაციაში დასაშვები და რა არის დავშვებელი. მაგალითად, თუ თანამშრომელმა იცის, რომ მეილზე მას ეკრძალება პირადი კომუნიკაციის ამ სამსახურებრივი მეილის პირადი მიზნებისთვის გამოყენება და ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, მან ეს უნდა დაიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ის თუ ინფორმირებულია და კარგად აქვს ეს წესები მას განმარტებული, ამ შემთხვევაში ის რისკს თვითონ აფასებს, ხო, მაინც გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს. თუმცა, რომც გამოიყენოს, შინაარსი აუცილებლად ამ კომუნიკაციის უნდა იყოს დაცული და ეს იყო სწორედ მნიშვნელოვანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, როცა მან ჩარევა პროპორციულად და ადეკვატურად შეაფასა სწორედ იმიტომ, რომ ის კონკრეტული რუმინული კომპანია არ დაინტერესებულა შინაარსით, მან უბრალოდ შეამოწმა ის არხი, ამ შემთხვევაში Yahoo Messenger-ზე იყო ლაპარაკი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ კლიენტებთან ყოფილიყო ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ და გაფრთხილებული ყავდა, რომ არ შეიძლებოდა ამ არხის პირადი მიზნებისთვის გამოყენება, არც კი დაინტერესებულა რა ეწერა შიგნით. და არც იმით დაინტერესებულა ვისთან იყო. მან უბრალოდ გამიჯნა და თქვა, რომ ეს ჩემი კლიენტი არ არის, მაგრამ იმის იქით არ წასულა, ესე ვთქვათ და ვერც დასაქმებულმა ვერ განმარტა, რატო გამოიყენა მაგალითად ის საშუალება, რომელიც იცოდა, რომ არ უნდა ყოფილიყო პირადი მიზნით გამოყენებული, რატო გამოიყენა ამ მიზნით და განმარტა, რომ ესეთი ჩარევა აუცილებლად პროპორციული უნდა იყოს, არ შეიძლება ესე ვთქვათ პირად სივრცეში ინფორმირების გარეშე შეჭრა. აქედან გამომდინარე, ჩვენთანაც ანუ ამ გადაწყვეტილებამდეც და არსებობდა მეკითხა ძალიან საინტერესო ამ გადაწყვეტილებამდე როგორ იყო. ეხლა მივხვდით, რომ რაღაცა პრობლემაა ამ შემთხვევაში, ეხლა აღშფოთით ამაზე და დავსვით შეკითხვები თუ მანამდეც იყო გარკვეული ვთქვათ რეგულაცია ამ კუთხით და ჩვენ არ ვიცოდით ამის შესახებ. რეგულაციები იყო, უფრო მეტიც ჩვენ 2014 წელს გამოვეცით პირველი რეკომენდაცია ეხებოდა სწორედ შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვას, იმიტომ რომ როცა შევიქმენით და კონსულტაციის ფორმატში გადავერთდა, ძალიან ბევრი დასაქმებული თუ დამსაქმებელი მოგმართავდა, არის რეკომენდაციები, რომელიც ამ საკითხთან ერთად სხვა ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს, მათ შორის სამსახურში ვიდეო თვალთვალი, ბიომეტრიული მონაცემები, პირადი საქმის წარმოება, ჯანმრთელობის ცნობების შეკრება მაგალითად და ასე შემდეგ, ბევრ თემას ეხება და ერთ-ერთი სწორედ აი ამ პოსტის და კომუნიკაციის არხების კონტროლსაც იყო და იქაც რეკომენდაცია და საუკეთესო პრაქტიკაც მოკლედ მოყვანილია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ ვინაიდან 2014 წლის ესე ვთქვათ რეკომენდაციებია და
ეხლა არის გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ შეიძლება განვაახლოთ ეს რეკომენდაციები, თუმცა აი ამ 2014 წელს გამოცემული რეკომენდაციების ძირითადი არსი ისევ ისეთივე რჩება, გამსაქმებელი მინიმალურად უნდა ჩაერიოს დასაქმებულის პირად ცხოვრებაში, თუმცა მას ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ მას აქვს საკუთარი მიზნებისთვის მისი სახელით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის. ეს არც ისეთი საფრთხის შემცველია, ყველა მხარე მიცის, თქვათ, რომ კანონის მოთხოვნები იყოს დაცული და კანონი ამ საკითხებს არეგულირებს. აი შეიძლება გავიდეს ახლა ზღვარი იმას, რომ აი არ დაირღვეს ეს დასაქმებულსა და დამსაქმებულს შორის ეს ურთიერთობები. აი მაგალითად კანონი ამ საკითხებს არეგულირებს სხვადასხვა ჭრილში, მაგრამ უფრო მარტივად შევეცდები მაგალითის სახით. აი თუ დამსაქმებელს თქვათ აქვს განსაზღვრული მიზანი და იცის რატო აკეთებს ამას, მაგალითად და არ აკეთებს უბრალოდ. აი მაგალითად შემოვიდა დარეკა ვიღაცამ ცხელხასზე და ბევრ ორგანიზაციას ესეც აქვს, ესაც საჩივრებს გამოხატავენ და ამბობენ, რომ იცით რა თქვენმა კონსულტანტმა მე შეცდომაში შემიყვანა. თქვათ და მიუთითებს, რომ აი გუშინ წინ ამად ამ დროს მქონდა დავრეკე აქა და აქ, ან მივწერე ამას და ამას და მითხრა აი ეს და თურმე შეცდომაში შემიყვანა. ამ შემთხვევაში დამსაქმებელმა რომ მოიკითხოს მაგალითად, რომ მისმა კონსულტანტმა რა კონსულტაცია გასცა, იქნება ცდება მოხალხეებს თქვათ და ყველაფერი წესრიგში იყო, ამ მიზნით რომ მოიკითხოს ეს ინფორმაცია და გაეცნოს, ბუნებრივია ლოგიკასთან ახლოს არის, ხო ეს სიტუაცია. მაგრამ აი ესე უბრალოდ დილას დირექტორმა გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ ახლა შენ მომეცი, ანუ პროცედურა უნდა იყოს და მანახე რა გაიცი, რატო გაიცი და ასე შემდეგ, აი ვინმე მეუღლეს ხო არ ელაპარაკე, თქვათ სამსახურის დროს და ასე შემდეგ, ესეთი ესე ვთქვათ უხეში ჩარევა არ უნდა ხდებოდეს. თუ თანამშრომელს ეკრძალება საერთოდ ტელეფონზე საუბარი, მან ეს უნდა იცოდეს და მე ნუ მისი არჩევანი როგორია განაწესი თქვათ იქ იმ კომპანიის და იმის მიხედვით უნდა და წესები არ უნდა იცვლებოდეს, ესე ვთქვათ თანამშრომელთა მონაწილეობის და ინფორმირების გარეშე. ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე ვთქვათ დასაქმების პროცესში შეიძლება ეს წესი საერთოდ არ იყოს დადგენილი და ძალიან ხშირად ახლა ტექნოლოგიების და საშუალებების განვითარებასთან ერთად ესეც ხდება და მე უცებ რაღაცა წესი შემოდის ორგანიზაციაში და არავინ ამ შესახებ არაფერი არ იცის მენეჯმენტის გარდა. არ იცის არავინ და ძალიან ხშირად ხდება. მეც ყოფილი ვარ ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც მაგალითად აი მოარული ხმები დადიოდა, რომ აი Facebook-ში და იგივე Skype-ში ნუ წერთ რაღაცებს, იმიტომ რომ ხელმძღვანელობა ამას უყურებს და კითხულობს და ასე შემდეგ და რაღაცა პანიკური სიტუაცია იყო რაღაც პერიოდის მანძილზე, მაგრამ არავის არ მოუმართავს თქვათ არც თქვენთვის, აი ხა რამდენად იცით რა მაინტერესებს, რამდენად უნდა ვიცოდეთ თქვათ დავიცვათ ჩვენი უფლებები რომ მოგმართოთ და თუ არის ეს მომართვიანობა თქვენთან ან რომელიმე აი მსგავსი სიტუაციებში, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი იმ კომპანიაში და მე ვიყავი იმ კომპანიაში, არავის არ მოსვლია ხა რამდენიმე წლის წინ იყო, აზრად რომ ხო ნუ რაღაცა რომ ვიღაცისთვის მიგვემართა ან რაღაცა სასამართლოსთვის ან კანონით დაგვეცვა ეს უფლება, მით უმეტეს ჟურნალისტები იყვნენ ყველანი, ხა ჟურნალისტი ვარ და მედია ორგანიზაციაზე ვსაუბრობ, გასაგებია და მით უმეტეს ჟურნალისტები არ ფიქრობენ ამაზე, ეხლა სხვები ალბათ საერთოდ არ ვიცი როგორ ფიქრობენ, არ ვიცი ხა არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ნაკლებად ინფორმირებულია, ამას ვამბობ. არის ორგანიზაციები, რომ ეხლა მაინც მოგმართავენ ამ თემაზე და ითხოვენ, რომ განემართოთ მათ. ეს არის დაშვებული თუ არ არის დაშვებული? რამდენიმე წლის წინ ცოტა უფრო რთულად იყო საქმე, და გარდა ინფორმირებულობის პრობლემისა, ვთქვათ, არც კანონმდებლობა არ იყო სპეციალური, რომელიც ამ საკითხებს დაარეგულირებდა და არც ესეთი დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო არსებობდა. ანუ ეხლა ეს უკვე არსებობს 2012 წლიდან ამოქმედა კანონი, 13 წელს უკვე შეიქმნა ინსპექტორის ინსტიტუტი და იზრდება ნელ-ნელა მომართვიანობა და ბევრი მოგმართავს. სხვათა შორის ახლა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციას თვითონვე ქონდეს განსაზღვრული რა დოზით ახორციელებს მონიტორინგს და ეს მონიტორინგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ლახავდეს პირთა ღირსებას, უნდა იყოს სამართლიანი, კანონიერი და მთელი პრინციპები არის კანონით განსაზღვრული, რომ მხოლოდ იმ მოცულობით რაც აუცილებელია. ანუ მაგალითად თუ ორგანიზაციას არ სურს რომ ისმა თანამშრომლებმა ვთქვათ სოციალური ქსელი გამოიყენონ, მან ამის შესახებ უნდა აცნობს ყველა თანამშრომელს და შეუძლია ტექნიკურადაც კი შეზღუდოს მაგალითად უბრალოდ
გახსნა კომპიუტერული სისტემის გამოყენებით თქვათ ესეთი Excel-ების და არა ისე რომ არავინ არაფერი არ იცოდეს ამის შესახებ და ცდილობდეს პერიოდულად შეამოწმოს. ახლა ტექნიკურად ბევრი რამის მონიტორინგის შესაძლებლობა არსებობს, უბრალოდ კანონი ამ თვალსაზრისით დღეს გაცილებით უფრო მეტ გარანტიას ქმნის ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო, ისე რომ ორივეს ინტერესი იყოს დაცული. ხა დამსაქმებელსაც ყველა ლოგიკით არაფრით არ უნდა ჭირდებოდეს უკმაყოფილო თანამშრომელი, ხო? ნაკლებად პროდუქტიული და ეფექტური იქნება. ამიტომ რაც უფრო განსაზღვრულია და წინასწარ დადგენილია თამაშის წესები და ინფორმირებულობა მეტია, პატივისცემა, ესე ვთქვათ, ერთმანეთ შორისაც გაცილებით უფრო მეტია და კანონი ამ თვალსაზრისით ქმნის გარკვეულ გარანტიას. კი ბატონო, რეკლამა გვაქვს ეთერში და რეკლამის შემდეგ უკვე სხვა საკითხებზეც ვისაუბროთ, დაგველოდეთ. Talk-show ქრონომეტრი. ეკავე ფოძესთან ერთად. რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში თამარ ქალდანი გახლავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ჩვენი გადაცემის სტუმარი და საუბრობთ მე მგონი ძალიან საინტერესო თემაზე, დასაქმებლების და დასაქმებულების თემა მე მგონი ამოწურეთ და გასაგებად ითქვა, რომ აქ რაღაც არაფერი ტრაგიკული არ არის და ყველამ და გაარკვიეს თავისი უფლებები და ასეთ შემთხვევაში თუ რამე დაირღვა, კიდე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციას. საინტერესოა ეს თემა რაღაცნაირად რომ გავაგრძელოთ, რა უფლებები აქვს ინსპექციას, აი ასეთ შემთხვევაში რა ბერკეტები გაქვთ, ვიცით რა ბერკეტი აქვს სასამართლოს თქვათ და ასე შემდეგ, მაგრამ ინსპექციას რა ბერკეტი აქვს, რა ღონისძიებებს ატარებთ ასეთ შემთხვევაში? ესეც კანონით არის განსაზღვრული და ამ თვალსაზრისით ჩვენი კანონმდებლობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის შექმნილი. ანუ ეს არის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო, ინსპექტორი თავისი აპარატით, რომელიც არ ემორჩილება, ესე ვთქვათ, საქმიანობის განხორციელების დროს არც ერთ თანამდებობის პირს და ორგანოს, დამოუკიდებელია მისი საქმიანობის განხორციელების დროს და მას ის იხილავს მოქალაქეთა განცხადებებს, ანუ მოგმართავენ მაგალითად ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათი უფლებები იქნა დარღვეული უკანონო მონაცემთა დამუშავებას ქონდა ადგილი ან ინფორმაცია არ მიეწოდათ მათ შესახებ სხვადასხვა ტიპის თემებით და ჩვენ ვიხილავთ ამ განცხადებებს, ასევე ვამოწმებთ მონაცემთა დამუშავებელ ორგანიზაციებს, ეს შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციაც და ვსწავლობთ აი ამ მონაცემთა დამუშავების პროცესს. ანუ რა არის მონაცემი? მონაცემი პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი რამე, რაც პირს უკავშირდება და მას ხდის იდენტიფიცირებაც, ანუ მე რომ მე ვარ და თქვენ რო თქვენ ხართ, თქვათ აი ამას რომ მიჯნავს და დამუშავება ხდება სხვადასხვა ფორმით, შეგროვება, მოპოვება, ვთქვათ, გამოთხოვა, შენახვა, განადგურებაც კი ეს ყველაფერი არის მონაცემთა დამუშავება და ვსწავლობთ, ესე ვთქვათ, ვაკვირდებით პროცესს, შეგვიძლია ჩავატაროთ ზეპირი განხილვის ხდომა, შეგვიძლია შევიდეთ ორგანიზაციაში და ადგილზე გავეცნოთ მონაცემთა დამუშავების პროცესს, დავაკვირდეთ, მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია და კანონი განსაზღვრავს ორგანიზაციების ვალდებულებას მოგვაწოდონ აი განცხადების განხილვის ფარგლებში თუ ეგრეთ წოდებული ინსპექტირების ფარგლებში ჩვენ მოგვაწოდონ ის ინფორმაცია, რომელიც ამ შემოწმების დროს გვჭირდება. და მე უკვე ამ ესე ვთქვათ დაკვირვების შემოწმების თუ ზეპირი განხილვის შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა და მისი გასაჩივრება შეიძლება სასამართლოში. გადაწყვეტილებამ შეიძლება დაადგინოს დარღვევა და მე განსაზღვროს ჯარიმა, მაგალითად კანონი ითვალისწინებს გარკვეული დარღვევების შემთხვევაში ჯარიმას, ფულად ჯარიმას, ასევე განსაზღვროთ რა ტიპის მოქმედება უნდა განახორციელოს ორგანიზაციამ იმისთვის, რომ გამოასწოროს შედეგი. თქვათ შეიძლება დავავალოთ რაღაცა მონაცემების წაშლა, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, ანუ თქვათ ინფორმაციის მიწოდება და ასე შემდეგ, სხვადასხვა რამე კონკრეტული დარღვევიდან გამომდინარე და შეიძლება ასევე თუ დარღვევა არ არის ან არასერიოზულია და ნაკლებად მნიშვნელოვანი არის, ამ შემთხვევაში მივცეთ რეკომენდაციები, როგორ გაუმჯობესონ მაგალითად მონაცემთა დამუშავების სტანდარტები. შეიძლება დარღვევა საერთოდ არ დადგინდეს და ამ შემთხვევაში ვიტყვით, რომ არ იქონდა დარღვევას ადგილი და ასე შემდეგ. ყოფილა მომართვიანობა ძალიან საინტერესო მაგაზე კონკრეტული პირის მხრიდან, კონკრეტულ პირთან, არა ორგანიზაციასთან თქვათ რაღაცა მოქალაქე წინააღმდეგ ყოფილა ასეთი შემთხვევა. ყოფილა, თუმცა კანონი განსაზღვრავს რა შემთხვევაში არის, ანუ ფიზიკური პირი, ანუ მოქალაქე ჩვენი კანონის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებელი ის თუ ახორციელებს პროფესიულ ან სამეწარმეო საქმიანობას. ანუ პირადი მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე ამ კანონის მოქმედება
მოქმედება და შესაბამისად ინსპექტორის მანდატი არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ სხვა მოქალაქის მოქმედებით მათ პატივი ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შეელახათ, ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა მიმართონ. ჩვენი ეს კანონი პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ და ჩვენი საქმიანობა უფრო ორიენტირებულია, ესე ვთქვათ, იმ ორგანიზაციებზე და პირებზე, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება მონაცემთა დამუშავებას, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური თუ არაყოველდღიური საქმიანობის დროს ამუშავებენ მონაცემებს. ეს შეიძლება იყოს დამსაქმებელი ბანკი, სამედიცინო დაწესებულება, საგანმანათლებლო დაწესებულება, ადვოკატი, მაგალითად, პრაქტიკოსი, ექიმი და ასე შემდეგ. ანუ უფრო ესე ვთქვათ, ორგანიზებულ ჯგუფებს ეხება და ნაკლებად ვთქვათ მოქალაქის წინააღმდეგ. თუმცა კონსულტაციების რეჟიმში კიდევ ერთ-ერთი ფუნქცია, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის კონსულტაციების გაცემა როგორც ორგანიზაციებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, რომ მათ უკეთ იცოდნენ, როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები, ამ თვალსაზრისით საკმაოდ დიდი იყო მომართვიანობა. არის რაიმე რეცეპტი, ვთქვათ, მოქალაქისთვის, როგორ შეუძლია მან რაღაცა საჯარო არ გახადოს თავისი პერსონალური მონაცემი? გაქვთ ესეთი რეცეპტი ნებისმიერი ადამიანისთვის? არ ვიცი, იმიტომ რომ აი სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად ხდება, რომ თვითნებურად ვასაჯაროვებთ ხოლმე რაღაცებს და მახსოვს მაგალითად ვიზის ფოტოსურათები იდებოდა ხოლმე, რაც მე როგორც ვიცი დაუშვებელია, ხო? იქ გარკვეული მონაცემებია, ან პასპორტის მონაცემები, ან შესაძლებელია თუ არა ამ შემდეგ ამით ვინმე მისარგებლოს, არ ვიცი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია გასაჯაროებული ინფორმაცია ყოველთვის თქვათ შეიძლება საფრთხეს უკავშირდებოდეს შემდგომს, თუმცა ეს არის პირის არჩევანი. ანუ ვერავინ და ვერც კანონი და ვერც ინსპექტორი ვერ უკანახებს მოქალაქეს როგორ მოიქცეს, მას თუ აქვს ამის სურვილი, მთავარია ეს იყოს ინფორმირებული არჩევანი. ძალიან ხშირად პრობლემა მოქალაქეებს და ძალიან ბევრი მოგმართავს და ვცდილობთ კონსულტაციის რეჟიმში დავეხმაროთ ან მინიმუმ ვურჩიოთ სად წავიდნენ თავიანთი უფლებების დასაცავად. ძალიან ხშირად ესე ვთქვათ, აი შემთხვევით და გაუაზრებლად ასაჯაროებენ ხოლმე, ან სხვისთვის უნდა გადაგზავნა და უცებ ვთქვათ დიდ ჯგუფს გაუზიარეს. ეს ინფორმაცია ასეთი რაღაცები ხდება, თქვათ, აი სიფრთხილე ყოველთვის არის, განსაკუთრებით სულ ვამბობთ, რომ ინტერნეტ სივრცეს როცა უკავშირდება, იქ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ტოვებს კვალს ინტერნეტის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ნებისმიერ შემთხვევაში და ამიტომ მე აი ამ შემდგომი ამ მონაცემების შემდგომი გავრცელების კონტროლი არის ძალიან რთული. აი ძალიან ბევრს ქონია ესეთ შემთხვევა, მაგალითად გააზიარა რაღაცა იგივე სოციალურ ქსელში, მე გადაიფიქრა თვითონ მოხსნა, მაგრამ ამ დროს ხებს უკვე ჰქონდათ გაზიარებული და საკეთებ ან რაღაცა პრობლემა არ არის. სხვათა ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი თემაა, მინდა ამასაც შევახოთ, ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელება, აუდიო ჩანაწერების და იგივე მესენჯერებით, თქვათ, აი მიმოწერების გავრცელება, რომელიც არსაიდან უცებ ჩნდება ხოლმე სოციალურ ქსელში ან მედიას უვარდება ხელში და ეს მაინც რაღაცნაირად ვფიქრობთ, რომ მექანიზმებს ვდებთ იმისთვის, რომ დავიცვათ თავი, თქვათ, ამ ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებისგან კანონიც მოქმედებს, მაგრამ რაღაცა დაცულობის შეგრძნება მაინც არ არის ქვეყანაში, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში, თქვათ, უწყებებს ჭირდებათ ეს თუ არ ჭირდებათ, თუ შემდეგ გამოძიება იწყება ამ თემაზე, მაინც ვრცელდება. არ ვიცი, ამისგან კიდევ როგორ შეიძლება თავის დაცვა არის თუ არა, რაიმე კიდე რეგულაციები, რაც თქვათ, ევროკავშირის სიტყვაზე ჩვენ არ გაგვიკეთებია. მოდით, რეკლამა გვაქვს თუ არ ვწდები, ეხლა ბოლო ჭრა გვაქვს და ამის შესახებ ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ. Ток-шоу «Ქრონომეტრი» ეკავე ფოძესთან ერთად. რადიო იმედზე. მოდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო ნაწილია თამარ ქალდანი გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ქალდო თამარ, რეკლამამდე საუბრობდით აი უკანონო ვიდეო აუდიო ჩანაწერებზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება საჯარო სივრცეში და რომელიც არ თუ ისე სასიამოვნო და ეს აბსოლუტურად პირადი მიმოწერებიც გავრცელებულა. მნიშვნელობა არ აქვს ეს მაღალჩინოსნები არიან, თქვათ, ვიღაც ცნობილი ადამიანები არიან. გარკვეულწილად მაინც საზოგადოება ფიქრობს, რომ დაუცველია, არ ვიცი, მეც მქონია ხოლმე ასეთი დაუცველობის შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ეს აპარატი შეიქმნა, რამდენიმე წელია ბევრი რამე გაკეთდა და საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა, არის ეს დაუცველობა. რა შეიძლება, რომ თქვათ, ვიზრუნოთ იმისთვის, რომ რაღაცა შვიდად ვიყოთ, რომ ჩვენი რაღაცა ვიდეო თუ აუდიო და ძალიან პირადი ამბავის შემცველი ვიდეოები არ გავრცელდეს საჯარო სივრცეში. მარტივი პასუხი ამაზე არ არსებობს, იმიტომ რომ ერთის მხრივ ეს უკავშირდება ჩვენ ცნობიერებას და აი მართლა აი მის გააზრებას, რომ
ამა თუ მიმოწერის თუ ვიდეოს გაზიარებით და გასაჯაროებით ჩვენ ვახდენთ სხვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ესე ვთქვათ, უფლების რაღაცნაირად ხელყოფას და ხანდახან ხშირად შემთხვევაში აი მიზნის გარეშეც ხდება, ეს ჩვეულებრივი ყოფილა მოუმართავ ჩვენთვის მოქალაქეებს, აი ჩვეულებრივი კომუნიკაცია, არც საჯარო პირი, არც რაიმე ინტერესი არსებობს მის მიმართ, მაგრამ ვთქვათ მასთან კომუნიკაციის გასაჯაროება ან ვიდეოს გადაღება და რაღაცნაირად ისეთი გახდა ჩვეულებრივი თითქოს ტელეფონის ესე ვთქვათ ტელეფონით უყურებთ მოვლენებს ვთქვათ ყველაფერს ვიღებთ ყველაფერს ვაფიქსირებთ და მე თითქოს მოვლენას კი არ აღვიქვამთ მხოლოდ მის ანარეკლს აღვიქვამთ და მე ამისი გაზიარება ანუ აი ეს კონცეფცია რაც არის აი პრივატული სივრცე რომ და რომ ეს კომუნიკაცია არის პრივატული ვთქვათ აი თითქოს ამ თამაშის წესებზე ვერ ვთანხმდებით და მიგვაჩნია რომ კომუნიკაციის ვთქვათ სეირია ყველასთვის ორი მხარიდან ერთ შეუულია მხოლოდ და მხოლოდ ამ გადაწყვეტილების მიღება ისე რომ მეორეს არც კი კითხოს ნუ განსხვავებულია ბუნებრივია როცა ეხება ვთქვათ საჯარო პირებს ჟურნალისტებს რაღაც გარკვეულ თემებში განსხვავებულია მაგრამ მე გულისხმობ აი ჩვეულებრივ სახის კომუნიკაციებში რა თქმა უნდა ეს რაღაცნაირად ეს კულტურა უნდა გამოვიმუშაოთ და უნდა ვთქვათ და მესმის რომ რაღაცა ბევრი შესაძლებლობა შეიქმნა ინფორმაციის გავრცელების და ადამიანები ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ მაგრამ აი სხვისი პირადი ცხოვრების პატივისცემა ეს არის რაღაცა რაც აუცილებლად უნდა ნელ-ნელა ვისწავლოთ და სამოქალაქო განათლება ცნობიერების ამაღლების კამპანიები აი მომწიფება იმისთვის რომ არ მაინტერესებს მე ვთქვათ ვინ როგორც ეკავს მაგალითად ხო ეს მისი არჩევანია და როგორც უნდა ისე იცეკოს და ეს ჩემთვის სეირი როცა აღარ იქნება ალბათ მოქალაქისთვის როცა სეირი დავდივართ სხვა მაკონტროლებელი არ არის სხვა არის მაკონტროლებელი ბუნებრივია ამ თვალსაზრისით ეს უბრალოდ ეს ვთქვათ ჩვეულებრივი შესავლის ნაწილში მინდა და მე ვთქვათ გადავყაროთ ნაგავი ვთქვათ აი ძალიან მარტივი რამე რომ უნდა შევიგნოთ რომ არ უნდა დავაგდოთ რაღაცა ქუჩაში ხო დაახლოებით ამას გავს ახლა ეს თუმცა მეორეს მხრივ რა თქმა უნდა საკანონმდებლო გარანტიებიც უნდა შეიქმნას და ამ მიმართულებით პროგრესი საკანონმდებლო დონეზე სახეზეა იგივე სისხლის სამართლის საპროცესო სისხლის სამართლის კოდექსში გამკაცრდა ესე ვთქვათ პასუხისმგებლობა სხვისი პირადი ცხოვრების ვთქვათ ხელყოფის მონაცემების ან ჩანაწერების მოპოვების თუ გამკაცრების თვალსაზრისით განსაკუთრებით როცა ეს შეიძლება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იქნას გათვალისწინებული და ამ თვალსაზრისით ვთქვათ კანონმდებლობა უმჯობესდება იგივე როცა ფარულსა გამოძიებო მოქმედებებს ეხება ამ თვალსაზრისითაც კანონმა გაცილებით უფრო კარგი სტანდარტი შემოგვთავაზა ეს უნდა იყოს გამოყენებული როგორც უკიდურესი საშუალება გაიზარდა სასამართლო კონტროლი გაიზარდა ინსპექტორის როლი საპარლამენტო კონტროლიც კი გაცილებით უფრო დიდია ეხლა რაც მთავარია უფრო კარგად უნდა მოხდეს ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში აღსრულება და საზოგადოებამ აი ამ პროცესის გაჯანსაღებას და ახალ ასე ვთქვათ რეგულაციებზე გადასვლას მე მგონი რომ ხელი უნდა შეუწყოს იმიტომ რომ მოითხოვოს სწორედ ის რომ მათი თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მართლაც იყოს გარანტირებული და ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება რომელსაც დიახ უნდა ვითხოვდეთ რომ იქნას უფრო მეტად დაცული და თუ ამისთვის ვთქვათ გარკვეული რეფორმების გაგრძელება არის საჭირო რა თქმა უნდა ამ მიმართულებითაც მუშაობა პრაქტიკა როგორია იგივე ევროპის ქვეყნებში იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად ხო ვიზა ლიბერალიზაციის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია ხო ეს გადადგმული ნაბიჯები რაღაცნაირად ვუახლოვდებით ამ კანონმდებლობას და იქ როგორია პრაქტიკა ვერ ვართ იმ პრაქტიკამდე მისულებით დაგვრჩა კიდე ბევრი რამე გასაკეთებელი თუ შეგიძლიათ ეს გითხრათ ზოგადად ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ვთქვათ აი ჩანაწერების თვალსაზრისით ყველგან რთული მდგომარეობა და სულ არის იგივე ევროპაშიც აი ამაზე ვთქვათ რა დოზით უნდა თუ სახელმწიფოზე ალაპარაკი რა დოზით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო და ვთქვათ სულ არის ეს უსაფრთხოების რისკები და ვთქვათ დანაშაულის გახსნის ინტერესი არ ვართ ჩვენ ახლა გამონაკლისი ვთქვათ ამ სივრცეში ბევრ ქვეყანას აქვს და სულ მიდის ასე ვთქვათ უკეთეს რეგულაციებზე მსჯელობა როგორ გახდეს უფრო უკეთესი რეფორმა არის ახლა ევროკავშირში ამ თემებზე და ვთქვათ იგივე ვიზა ლიბერალიზაციის ნაწილში შესრულებული გვაქვს სრულად დასახული ამოცანები თუმცა იგივე ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე იქაც არის ეს პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თემა ძალიან მნიშვნელოვანია გარანტიები იგივე საპროცესო კანონმდებლობის დახვეწა და ამ მიმართულებით მუშაობა
გრძელდება, ჩვენც მონაწილეობთ ამ პროცესში, ვთქვათ იგივე საკანონმდებლო ცვლილებების კიდევ მორიგი პაკეტი მოვამზადეთ, თუნდაც განვიხილეთ ყველა დაინტერესებულ პირთან და ეხლა ველოდებით ევროსაბჭოს ექსპერტების რეკომენდაციას იმისთვის, რომ მათაც გვირჩიონ, ვთქვათ, როგორ შეიძლება ესა თუ ის საკითხი გაუგრძელდეს არასამთავრობოებთან ქონდათ შეხვედრა, ხო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პარლამენტის წევრებთან, სასამართლო კორპუსთან, საჯარო უწყებებთან, კერძო ორგანიზაციებთან და ეს არის სამუშაო პროცესი. თუმცა გამოწვევები იმდენად დიდია ამ სფეროში, რომ სულ ამბობთ, რომ ვერ დავეწევით ალბათ გამოწვევებს, მაგრამ კანონმდებელი უნდა ქმნიდეს მუდმივად და კანონმდებლობა და პრაქტიკა უნდა ქმნიდეს გაცილებით უფრო მყარ გარანტიებს. ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ საქართველოს ამ რეფორმების ინიცირება, ის რაც ვთქვათ, ბევრ ქვეყანაში იგივე საზედამხედველო ორგანო, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო, ხო პოლონეთში 17 წელი არსებობს, სადღაც 30 წელია და ასე შემდეგ. ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ, მხოლოდ 2000 ხო, მაინც შეიქმნა, კარგია, თუმცა აი რაღაცა პროცესებში, ამიტომ ამბობ, რომ რახან ცოტა დავაგვიანეთ, ახლა უფრო დიდი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ, რომ რაღაცნაირად დავეწიოთ ამ პროცესს. მოსმენების თემაზე ყველა დღესაც წინა ხელისუფლების დროს გვისმენენ, დღესაც გვისმენენ და ამ კუთხით არაფერი არ შეცვლილა, რა შეუძლია ვთქვათ გითხრას ინსპექტორმა შეიცვალა თუ არა ამ კუთხით, ანუ ეს საშიშროება კვლავ დგას საზოგადოებაში, უბრალოდ რაღაც სიფრთხილეს მაინც იჩენენ ხოლმე. თუმცა არ ვიცი ხა მე პირადად თვად ისეთი შიშები რაღაცნაირად აღარ მაქვს, მაგრამ ალბათ იმიტომ რომ ხო ზოგს მიაჩნია რომ უსმინონ კი ბატონო, ზოგი ფიქრობს რომ სულაც არ არის მისი მოსმენა საჭირო და არის ეს შიშები. გვისმენენ დღეს თუ არ გვისმენენ, თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ეს სხვათა შორის ამას წინათაც ერთ-ერთ დისკუსიას, ევროპულ დისკუსიას და ამერიკულ სივრცეში ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ მისმინონ მე არაფერი არ მაქვს დასამალი. მოქალაქის პერსპექტივიდან მე მგონი არ არის მთლად ესე ვთქვათ სწორი მოსაზრება, იმიტომ რომ რატო? ანუ აი ეს განცდა რომ რაღაცა ცუდია, მაშინ რატო უნდა ხდებოდეს, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ საკანონმდებლო დონეზე მართლა ძალიან კარგი ჩანაწერები იგივე ჟურნალისტებთან მიმართებაში, სასულიერო პირებზე, ექიმებზე, ადვოკატებზე მართლა ძალიან კარგი ესეთი საკანონმდებლო ჩანაწერები ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში არ გვხვდება, რომ არ შეიძლება ვთქვათ მათი პროფესიულ საქმიანობაში ვთქვათ ჩარევა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება მოსმენის სახით უნდა იყოს გამოყენებული როგორც უკიდურესი საშუალება. სასამართლოება საკმაოდ გაამკაცრეს კონტროლი, იცით რომ გარკვეულ კონტროლს ვახორციელებთ ჩვენ, ახლა გადაწყვეტილებას ბუნებრივია მოსმენის შესახებ იღებს პროკურორის მიმართვის საფუძველზე სასამართლო და სასამართლო აფასებს საჭიროა თუ არ არის და რა ვადით შეიძლება და ვადაც შეიზღუდა ეს, მაგრამ ჩვენი როლი რაც არის ამ პროცესში არის ის, რომ უზრუნველყოთ რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდეს ზუსტად ისე, როგორც ეს სასამართლოს აქვს განსაზღვრული, იმიტომ რომ იგივე პრაქტიკაში ძალიან ხშირად როგორც ჩანს იყო, რომ თქვათ სასამართლოს ჰქონდა ერთ პირზე გადაწყვეტილება გამოტანილი, მაგრამ შეიძლება და ბევრი სხვაც მიყოლოდა ამ ერთ გადაწყვეტილებას, ან ვადების კონტროლი მაგალითად არ ხდებოდა და ეხლა ეს კონტროლის მექანიზმები შეიქმნა. ამ წლიდან ამოქმედა ეს სისტემა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად შევასრულოთ ჩვენი ფუნქციები, თუმცა ამავე დროს ვხედავთ აი გაუმჯობესების, რომ ეს ჩვენი მხრიდან კონტროლი როგორ გახდეს კიდევ უფრო მეტად ეფექტური. გამომართვიანობაც ჰქონდა, სამართალდარღვევებით ზოგადად აი არა მარტო სატელეფონო მოსმენა, იგივე ინფორმაციის მოპოვების ნაწილში იყო, პრაქტიკულად შევცვალეთ და ეს წლევანდელი ჩვენი მიღწევა, იმიტომ რომ კანონმდებელმა დაადგინა, რომ როდესაც კომპიუტერული მონაცემების მოპოვება ხდება, იგივე მობილური ოპერატორებიდან, ხო, არა შინაარსის, არამედ ეს ეგრეთ წოდებული მეტაინფორმაციის, თქვათ, დემოგრაფიული მონაცემების ან ლოკაციების შესახებ ინფორმაციის, აქამდე ხდებოდა ჩვეულებრივი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, აქამდე რა კანონის ამოქმედებამდე, ანუ გამომძიებელი დაწერდა, რომ მიმდინარეობს X სისხლის სამართლის საქმე და გთხოვთ მომაწოდოთ ვიღაცის დემოგრაფიული მონაცემები ანძების მდებარეობა. კანონმდებელმა შეცვალა ეს მიდგომა, თქვა რომ ესეთი რამე სასამართლოს გარეშე არ უნდა ხდებოდეს და ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ და სადაც გადაცნობა იყო, ჩვენ ეს დავაფიქსირეთ, ვაცნობეთ კიდეც და ამ თვალსაზრისითაც გაუმჯობესება, როცა ინფორმაციის იგივე ლოკაციების თუ
ვის ეკუთვნის და სად განხორციელდა ზარები და ასე შემდეგ, ამ თვალსაზრისით გაცილებით უფრო საკანონმდებლო და პრაქტიკულ ასპექტებშიც გაუმჯობესება გვაქვს. კი ბატონო, და ბოლოს მინდა კითხოთ, დრო გვეწურება უკვე, აი თავში თქვი რომ 28 იანვარს აღინიშნება, შარშანაც აღნიშნეთ, ხო, ეს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღე, ახალბედები ვართ ამ საქართველოს, როგორც ასეთი საინტერესო წელს როგორ უნდა აღნიშნოთ ეს, რამე ახალი ინიციატივები უნდა გავაცნოთ საზოგადოებას, რაღაცა მიღწევები, რაც გვაქვს ამ ხნის მანძილზე პრობლემები, ვიცი რომ ძალიან ბევრი სტუმრები გეყოლებათ, ხო, როგორც საკანონმდებლო ორგანოდან ისე მთავრობის წარმომადგენლები, რა არის სიახლე ამ წელს? სიახლე ბევრია, ამ დღეს ესე ვთქვათ, უფრო ყოველთვის ჩვენთვის ჩვენი აპარატისთვის ყველა დღე პერსონალური მონაცემთა დაცვის დღეა, მაგრამ ამ საერთაშორისო დღეს ყოველ წელს სხვადასხვანაირად ვეხმიანებით და ძირითადი მიზანი ამ დღის არის ცნობიერების ამაღლება და თქვა იმისა, რომ დიახ, პერსონალური მონაცემების დაცვა არის მნიშვნელოვანი და ამ წელს ორი ესე ვთქვათ ღონისძიება გვაქვს. ერთი გვინდა თავი მოუყაროთ ყველა ჩვენ პარტნიორს, საჯარო კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან ერთად კიდევ ერთხელ ხალხი გაუსვათ ვთქვათ აი მონაცემთა დაცვის რეფორმების განხორციელების, გაგრძელების მნიშვნელობას. მეორეს მხრივ ესეთი საინტერესო აქტივობა მოვიფიქრეთ, წელს ჰქონდა, იმიტომ რომ მასალა ამ სფეროში ვთქვათ აი და აღქმა ხო რა არის შენთვის პერსონალური მონაცემები, რატო არის მათი დაცვა მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამ თვალსაზრისით ცნობიერება ცოტა დაბალი იყო, გავაკეთეთ ესე ვთქვათ ფოტო, ვიდეო და პოსტერების კონკურსი. კონკურსის ნამუშევრების მიღების დრო დამთავრდა, ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა და ამ დღეს ასევე გვექნება ჩვენი დონორების დახმარებით და გამარჯვებულთა დაჯილდოება და ესე აღნიშნავთ წელს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარმატებები გისურვოთ. მადლობა თქვენ გამყარდება რაღაცა საზოგადოების საფრთხეები ქვემო დაიწევს და შიშები მით უკეთესი იქნება. მადლობა კიდევ ერთხელ მომბრძანებისთვის. თქვენლებს შევახსენებ, რომ პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი გახდათ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი. მე გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე ასევე საინტერესო თემებით შევხვდებით, რასაც უსმინეთ საინფორმაციო გამოშვებას, ახალ ამბებს, ბევრი ახალი ამბავი გელიძინა, ასე რომ დროებით ნახვამდის. დროა გავიგოთ, დროა ვიმსჯელოთ, დროა მივიღოთ პასუხები. Talk show ქრონომეტრი. ეკავებ ხოცესთან ერთად. რადიო იმედზე.